ეხლა თქვენგან უმეტესობას ალბათ ახსოვს შემოსავლებისა და ხარჯების არსი, რომელიც ჩვენ პირველ თემაში განვიხილეთ. პირველ თემაში ჩვენ ყველა ელემენტის შეფასება განვიხილეთ: აქტივის, ვალდებულების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების. ახლა მოგვიწევს აი ამ შემოსავლებისა და ხარჯების არსის კიდევ ერთხელ გახსენება. რა არის შემოსავალი, რა არის ხარჯი? პირველ თემაშიც ჩვენ თავიდან თეორიულ საფუძვლებშიც ვეხებოდით და ვეყრდნობოდით ძირითადად ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურულ საფუძვლებს. ეს არის სტრუქტურული საფუძვლები, რომელიც როგორც წინაპირობა, ისე მიყვება ყველა სტანდარტს და სტრუქტურულ საფუძვლებში გადმოცემული არის ის ზოგადი ინფორმაცია, რომლის ფონზეც უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტები. ამიტომ ძალიან ხშირად კონკრეტულ სტანდარტთან ერთად ჩვენ ვეყრდნობით ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტრუქტურულ საფუძვლებს. და აი ამ სტრუქტურული საფუძვლების მიხედვით განმარტება არის შემოსავლის და არის განმარტება ხარჯის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ განმარტებას სრულად გაიხსენებთ, რა არის შემოსავალი. და არა მარტო გაიხსენებთ, მაშინ მართლა ესეთი ფრაზების გაცნობის თვალსაზრისით კითხულობდით ჩვენ რა არის შემოსავალი და მეტნაკლებად ვაცნობიერებდით იმას, რაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ ახლა ძირფესვიანად უნდა გავაცნობიეროთ ეს, რა არის შემოსავალი. ჩვენ ვამბობთ, რომ დაბანდება კაპიტალში ხდება ზუსტად იმ მიზნით, რომ კაპიტალმა იმუშაოს და მან მიიღოს შემოსავალი, რომელსაც რა თქმა უნდა ხარჯიც დაჭირდება, თუმცა სამეწარმეო საქმიანობის არსი გახლავთ მოგების მიღების მიზნით, აი ამ საქმიანობის წარმართვა. ანუ შემოსავალი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მისი შესაბამისი ხარჯი და მაშინ რჩება საწარმოს მოგება და საწარმოს კაპიტალზე შემოსავალი მოქმედებს ზრდით, ხარჯი მოქმედებს კლებით, ხო? ანუ რა არის შემოსავალი? შემოსავალი გახლავთო ეკონომიკური სარგებლის ზრდა. ანუ ეკონომიკური სარგებლის ზრდა და არა პირდაპირ ფულის ზრდა, აქტივების ზრდა. ესენი არც ერთი არ იქნებოდა სრულყოფილი, რომ ეთქვა სტანდარტს, ხო? ეს არის ეკონომიკური სარგებლის ზრდა. და ის შეიძლება გამოხატული იყოსო აქტივების ზრდით ან ვალდებულების შემცირებით და ეს ორივე უზრუნველყოფს ეკონომიკური სარგებლის ზრდას. ის აქტივების ზრდით იქნება გამოხატული თუ ვალდებულების შემცირებით, ორივე უზრუნველყოფს ეს ეკონომიკური სარგებლის ზრდას. სადა ისახება შემოსავალი შედეგად კაპიტალში და მას რა თქმა უნდა ზრდის. კაპიტალს ზრდის, ადიდებს მას. თუმცა კაპიტალს კიდე რა ზრდის? შენატანებით, ეხ ჩვენ კაპიტალის თემა გავიარეთ და კაპიტალს ინვესტორთა მიერ, ანუ ინვესტირებული კაპიტალი, ჩვეულებრივად გარედან შემოსული კაპიტალი ზრდის მას. თუმცა შემოსავალი არ არის დაკავშირებული კაპიტალის ასეთ ზრდასთანო. ესე იგი, როგორი ზრდაა კაპიტალის შემოსავალი? დიახ, რომელიც თვითონ გამოიმუშავა საწარმომ. ანუ კაპიტალის ისეთი ზრდა არის, რომელიც რა თქმა უნდა აქტივების ზრდით ან ვალდებულების კლებით არის გამოხატული, თუმცა იგივე აქტივების ზრდით ან ვალდებულების კლებით შეიძლება გამოხატული იყოს ინვესტირებული კაპიტალიც, ანუ დაბანდებად. თუმცა ის არ განიხილება შემოსავლად და შემოსავლად განიხილება დანარჩენი აქტივების ზრდა ან ვალდებულების შემცირება, რომელიც არ არის დაკავშირებული პატრონებთან მიერ შემონატანებთან. და თქვენ უნდა გქონდეთ ახლა სრული წარმოდგენა, უნდა წარმოსახვა გქონდეთ იმისი, რომ რა სახის შემოსავლებზე გვისაუბრია ჩვენ და როგორ ხდება მისი, როგორც ეკონომიკური სარგებლის ზრდის გამოხატვა საწარმოში. აი მაგალითად, ჩვენ გქონდა საუბარი რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე, სადაც შესაბამისობის კონცეფციიდან გამომდინარე შემოსავალსაც ავსახავდით და შესაბამისად მის წილ ხარჯსაც ავსახავდით. გქონდა ისეთ შემოსავლებზე საუბარი და გავეცანით ისეთ თემებს, რომლებიც ერთგვარად აქტივების გამომუშავების შედეგად ხდებოდა, ანუ აქტივები იმუშავებდა ასეთ შემოსავლებს და არა საწარმოს პროცესები. მაგალითად, ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები. ესეთი შემოსავლები თვითონ აქტივების დამსახურება იყო, რომ აქტივები მუშაობდა დაუშვათ დაბანდებული ფული, დაუშვათ გასესხებული ფული, დაუშვათ შეძენილი რომელიმე ისეთი საინვესტიციო ქონება, რომელსაც ვაქირავებდით და ასე შემდეგ. და აქედან შემოდიოდა ფული
რომელსაც ჩვენ ძირითადად განვიხილავდით როგორც არასაოპერაციო შემოსავლები. ანუ სხვადასხვა სახის შემოსავლებს ვეხებოდით ჩვენ და იქ თითოეული გატარების მიხედვით ვარკვევდით რა სახის ეკონომიკური სარგებელი შემოქონდა მას. საბოლოო ჯამში ყველა ისინი როგორც შემოსავალი აისახებოდა კაპიტალის ზრდით, მაგრამ თვითონ შემოსავალი გამოხატული იყო ან აქტივების ზრდით, ან ვალდებულების შემცირებით. აქაც იგივე განმარტება გვაქვს, რა თქმა უნდა, არის საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში, აქტივი, რატო საანგარიშგებო პერიოდში, მოდი ეს გავიხსენოთ, რატო საანგარიშგებო პერიოდში, რატო ჭირდება ეს დაკონკრეტება ამ შემთხვევაში ამ განმარტებას? დიახ, დროებითი ანგარიში გახლავთ, ის ერთ საანგარიშგებო პერიოდში ითვლის ამ შედეგებს, ანუ შემოსავალი და ხარჯი ეს ცნება თვითონ აუცილებლად არის დაკავშირებული საანგარიშგებო პერიოდთან, იმიტომ რომ საანგარიშგებო პერიოდი რომ გავა, უკვე მეორე საანგარიშგებო პერიოდში თუ ვდგევართ ჩვენ, წინა პერიოდის შემოსავლებს და ხარჯებს კი აღარ ვლაპარაკობთ, უკვე წინა პერიოდის მოგებას ან ზარალს ვამბობთ. დააკვირდით აქედან, ანუ საანგარიშგებო პერიოდს ეხება ყოველთვის შემოსავლები და ხარჯები. ის არის გამოხატული აქტივების ზრდის ან ვალდებულების შემცირების გზით და აისახება საკუთარი კაპიტალის გადიდებით, რომელიც არ არის დაკავშირებული საკუთარი კაპიტალის მეპატრონეთა დამატებით შენატანებთან. რა არის ხარჯები? აბსოლუტურად შებრუნებული ცნება გახლავთ შემოსავლებისა ხარჯები და ის გახლავთ ეკონომიკური სარგებლის შემცირება, რომელიც ასევე გამოხატულია საპირისპიროდ აქტივების შემცირებით ან ვალდებულების ზრდით, ის ამცირებს კაპიტალს, თუმცა კაპიტალს ამცირებს კიდევ რა? გატანა მეპატრონეთა მიერ, გატანა როგორც ინვესტირებული კაპიტალიდან გატანა, ანუ გასვლა, ხო არის ზოგჯერ კომპანიები, რომლებიც ინვესტირებული კაპიტალიდან პარტნიორის გასვლა შეიძლება და კაპიტალის შემცირება ამ გზით. და ასევე საკუთარი მოგებიდან, ანუ მოგებიდანაც გააქვს მეპატრონეს თავისი წილი, ეს არის დივიდენდი. ახლა ამის საპირისპირო ცნება ის გახლავთ, რომ კაპიტალის მეპატრონე როცა გაიტანს ინვესტიციას ამოიღებს კაპიტალიდან, ის არ არის ხარჯი, გავატარეთ ჩვენ ეს როდისმე ხარჯი და დივიდენდის გაცემაც არ არის ხარჯი. ანუ რატომ არ არის ხარჯი? იმიტომ რომ ხარჯის ცნებას არ ეყრდნობა ეს, ანუ ხარჯის ცნება ხაზგასმით ამბობს. ხარჯი არის ყველა ის ეკონომიკური სარგებლის კლება, რომელიც შეამცირებს კაპიტალს, მაგრამ არა კაპიტალის მეპატრონეთა მიერ გატანები კაპიტალიდან. აი ეს კაპიტალიდან ის ინვესტირებული კაპიტალი იქნება თუ გაუნაწილებელი მოგება. აქედან გატანა არ იქნება ხარჯი. და ამით იმასაც განმარტავს, რომ ის არ არის ხარჯი, ის პირდაპირ კაპიტალს ამცირებს. ხარჯები არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის შემცირება, რა თქმა უნდა, ესეც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, აქტივების საწარმოდან გასვლის ან ვალდებულების ზრდის საფუძველზე, რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის შემცირებით და არ არის დაკავშირებული მესაკუთრეთათვის კაპიტალის განაწილებასთან. კაპიტალის განაწილება ის დივიდენდის გაცემა ან კაპიტალიდან თავისი, აი მაგალითად, ამ ხანაგობის ტიპის საზოგადოებაში ჩვენას ვაკეთებდით კაპიტალის მოგებას, გაუნაწილებელ მოგებას, მის წილ კაპიტალს ვაკუთვნებდით, თუმცა ამას ხარჯში არ ავსახავდით, ხო? არც ერთი კაპიტალის განაწილება ჩვენ ხარჯში არ აგვისახავთ. თუნდაც სააქციო საზოგადოებაში მისი განაწილება ან დივიდენდის სახით, ან აქცია დივიდენდის სახით, არც ერთი ის ხარჯში არ აისახებოდა. არც პარტნიორის გასვლა საზოგადოებიდან, როცა ხდებოდა მისი წილის შეფასება და გატანა საზოგადოებიდან, არც ის არასდროს ხარჯში არ აგვისახავს. მოდი ახლა ეს თემა გავყოთ მაინც ორ პირობით ნაწილად. პირველი ნაწილი იყო შემოსავლები, მერე გადავიდეთ ხარჯებზე და ესე გავაერთიანოთ მერე ეს ფორმა. დავიწყოთ შემოსავლებით. ეხლა თვითონ სტრუქტურულად აი ამ თემაში არის ორი საკითხი: აღიარების საკითხი და კლასიფიკაციის საკითხი. აი ამას მივაქციოთ ყურადღება. შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება და შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია. ეხლა ამ ორ საკითხში, რაც შეეხება აღიარებას, აღიარების საკითხში სირთულე გააჩნია შემოსავლებს. ანუ როდის, როგორ, რომელი შემოსავალი ვაღიაროთ. ანუ ამ შემთხვევაში სირთულე არის თვითონ შემოსავლების ნაწილში. რაც შეეხება ხარჯებს, ხარჯებს აღიარების კუთხით ეს სირთულე არ აქვს.
როცა აღიარდება შემოსავალი, მისი წილი ხარჯი მისდევს მას. და აი ის არის სიგნალი, ის არის მაჩვენებელი შემოსავლის აღიარება, როდის უნდა აღიარდეს მისი წილი ხარჯი. ან თუ ისეთი ხარჯი გვაქვს, რომელიც არ ელოდება უშუალოდ პირდაპირ მისგან მისაღებ შემოსავალს, ანუ შესაბამისების კონცეფციით არ მოქმედებს შემოსავლის მიხედვით. მაშინ ასეთი ხარჯი რის მიხედვით უნდა ვაღიაროთ? პერიოდის შესაბამისად უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება მეორე კლასიფიკაციას, ეს გახლავთ თვითონ დაყოფა შინაარსის მიხედვით, აი ამ შემთხვევაში სირთულე ახასიათებს უფრო მეტად ხარჯებს და არა შემოსავლებს. ანუ თქვენ ეს გავლილი გაქვთ უკვე, ჩვენ ვხედავთ ანგარიშთა გეგმის მიხედვითაც ვხედავთ, რამდენი სახის ხარჯი გვაქვს ჩვენ და როგორი ტიპის კლასიფიკაციები არის ხარჯების ნაწილში და ჩახედეთ ანგარიშთა გეგმას, შემოსავლების ანგარიშები უფრო მეტია მანდ კლასიფიკაციით თუ ხარჯების. რა თქმა უნდა, ხარჯების ანგარიშები მეტია და ზუსტად აი ის სირთულეები მოსდევს ამას, სად რომელი ხარჯი უნდა იქნას განაწილებული და რის მიხედვით უნდა იქნას ის აღიარებული. ამიტომ აი თემასაც ამ ნიშნით განვიხილავთ ჩვენ. რაც შეეხება შემოსავლებს, აქ მთავარი არის მისი აღიარების დრო, მისი აღიარების მომენტი, როდის ხდება და რის საფუძველზე უნდა ვაღიაროთ შემოსავლები. თორემ თუ ვაღიარეთ შემოსავლები, მერე მასთან შესაბამისი ხარჯების აღიარების პრობლემა არ გვიდგას. ამიტომ სტანდარტი ამაში გვეხმარება შემოსავლების ნაწილში როგორ უნდა მოხდეს რა სახის შემოსავალი და როდის უნდა მოხდეს მისი აღიარება და რა კრიტერიუმებით უნდა ვაღიაროთ შემოსავლები. აი ჩვენ როცა ვამბობდით რომ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები როდის ვაღიაროთო, როგორ ვაღიაროთო, პასუხს ვცემდით მოკლედ ასე. ვაღიაროთ დარიცხვის მეთოდის შესაბამისად, ხო? და როდის რომ ვიტყოდით, როცა მოხდება მიწოდებაო. მაგრამ ახლა თუ დავამატებთ კიდე ერთ შეკითხვას, როდის ხდება მიწოდება, ამაზე ალბათ პასუხი ჯერჯერობით გაგვიჭირდება, ხო? და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა. იმიტომ რომ გადამწყვეტი არის ზუსტად ეს. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა თქვენ როგორც ბუღალტრებს ზუსტად ამ საკითხებში გექნებათ. და რატომ გექნებათ? იმიტომ რომ ძირითადად აი ეს ოპერაციები არის საწარმოებში აღსარიცხავი უწყვეტად მუდმივად შემოსავლების რეალიზაციის ოპერაციები და აქ არ უნდა მოხდეს შეცდომების დაშვება, როდის უნდა მოხდეს შემოსავლების აღიარება. ოღონდ ჩვენ ამ შემთხვევაში კიდე ერთხელ შეგახსენებთ თქვენ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსურ აღრიცხვაზე. ანუ ინფორმაცია, რომელიც ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით უნდა იქნას დაგროვილი და ფინანსური ანგარიშგების კუთხით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს კიდე შემდეგში იქეთ პროგრამა, რომელშიც ჩვენ საგადასახადო კუთხით ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და ამის შერევა ერთმანეთში არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. და მე ზუსტად აი ეს მინდა და ამას ვაკეთებთ ყოველთვის ჩვენ პროგრამაში, რომ ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რა არის ფინანსური კუთხით, რა არის საგადასახადო კუთხით, აქედანაც გარკვეულწილად ვეხებით რაღაც საგადასახადო საკითხებს და სადაც არის საჭირო მოვყავს ის მაგალითი, მაგრამ როცა გადავალთ მეორე მხარეზე, ეხლა თქვენი სისუსტე ის არის, რომ თქვენ ის არიცით და რაღაც ხელოვნურად მოვყავს იქედან მაგალითები, მაგრამ როცა გადავდივართ უკვე საგადასახადოში, თქვენ უკვე ძლიერები ხართ ამ კუთხით, რომ იმას სწავლობთ, მაგრამ ეს უკვე იცით და აქედან მაგალითების მოყვანა და აქ შედარებები უკვე აღარ გიჭირთ. ანუ სრულყოფილებას უკვე იქეთ ვაღწევთ. ჩვენ როცა ამ მაგალითებს იქეთ ვამუშავებთ კიდე საგადასახადო კუთხითაც. რატომ? ჩვენს რეალობაში თითქმის არ არის ბუღალტერი, რომელსაც არ უდგებოდეს ეს საკითხი ერთდროულად ფინანსური და საგადასახადო კუთხით გადაწყვეტა საკითხების. ანუ ცალკე ფინანსური კუთხით რომ მუშაობდეს მარტო, ასეთი ბუღალტრები ძალიან ცოტაა. მათ პასუხისმგებლობაში უმეტეს შემთხვევაში შედის საგადასახადო ანგარიშგების მომზადება და საგადასახადო კუთხით აღრიცხვის საკითხები. ამიტომ, მაგრამ აქ საშიშროება ერთია პრაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანი საშიშროება, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა, არ გადაიჭრა და მე აქ ვიცი მისი პასუხი რაც არის, რატომაც არ გადაიჭრა. საშიშროება გახლავთ ის, რომ ბუღალტრები ძირითადად ამზადებენ ინფორმაციას უფრო საგადასახადო კუთხით, ვიდრე ფინანსურად, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ საგადასახადო კუთხითაც ის იყოს სწორი, იმიტომ რომ თუ მას არ აქვს ზუსტი ფინანსური საფუძველი, ის ვერანაირად ვერ მოამზადებს სწორ ფინანსურ ინფორმაციას, საგადასახადო ინფორმაციასაც. აქ მიზეზი არის ერთი.
საფუძვლიანი ცოდნა არ არის ერთის და მეორესი და არის ძირითადად ესე კონსულტაციის დონეზე მიღებული ინფორმაცია. არის მიზეზი მეორეც, ძირითადად არაკვალიფიციური სპეციალისტები, ანუ თვითონ სპეციალისტიც არ არის, ვინც მუშაობს ამ კუთხით და დაждდა და პრაქტიკოსია ის და პრაქტიკით აითვისა ეს საკითხები. ან არის სპეციალისტი, მაგრამ არ არის შესაბამის დონეზე მომზადებული ამ საკითხებში. აი ახლა ჩვენ ზუსტად გვიახლოვდება თემა მოგების გადასახადი, სადაც აი ძალიან სერიოზულად უნდა გადავჭრათ ეს საკითხი. ის თემა არის ზუსტად ის ახილევსის პუცლი, რომელიც აქვს თითქმის ყველა ბუღალტერს და იმას ვერ უვლის, რა უყოს იმ განსხვავებებს, ამის გამოც ვერ აკეთებს, თუმცა ამის გამოც ბევრი პრობლემაა, ამის გარდაც ბევრი პრობლემაა, რატომ ვერ ითვლის ზუსტად ფინანსურ და საგადასახადო ინფორმაციებს. ეხლა ჩვენ შევეცდებით ფინანსური კუთხით გავცეთ ამაზე პასუხი, ამას გავიტანთ ამ პროგრამის ბოლომდე, რომ ფინანსურად როგორ უნდა იყოს ინფორმაციები ასახული და უკან გვაქვს შესაბამისი სტანდარტების, შესაბამისი დებულებები, რომელსაც ვეყრდნობით. ჩვენ საიდანაც ვამბობთ, რომ ეს ასე უნდა იყოს და ვიმართლებთ კიდეც თავს, როცა აღიარებთ ასეთ ინფორმაციას, აი რის საფუძველზე ვაღიარეთ ეს. თუმცა არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ საწარმოებში უნდა შექმნათ და უნდა არსებობდეს აღრიცხვა პოლიტიკა კიდე. აი ამ სტანდარტების მიხედვით შემოთავაზებული მეთოდოლოგიიდან კონკრეტულად რომელია თქვენთან აღრიცხვის მეთოდები, აი იმ პოლიტიკის საფუძველზე უნდა ახდენდეთ ამას. შემოსავლების ნაწილში იგივე ფინანსური ანგარიშგების მომზადების წარდგენის სტრუქტურულ საფუძვლებს ვიყენებთ და მის მიხედვით შემოსავლების ცნება რას მოიცავს, აი ამაზე ვსაუბრობ. შემოსავლების ცნება მოიცავს ამონაგებს, ჩვენ გვიხსენებია ეს ტერმინი, რა თქმა უნდა, და როცა ჩვენ ძირითადად აი ამ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე საუბრობდით, მას ძირითადად ვეძახით ამონაგებს და შემოსულობას. ესეთ ტერმინებს იყენებს სტანდარტი. აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც თქვენ იმიტომ მოგეწოდებათ, რომ ამ ტერმინებში სადმე რომ შეხვდება დაბნეულობა არ გამოიწვიოს მან და ამიტომ ხდება ამ საკითხების კიდევ ერთხელ გარკვევა. ამონაგებს და შემოსულობას. ამონაგები წარმოიშობა, ეს ისევ იმ სტანდარტის განმარტებები გახლავთ, ამონაგები წარმოიშობა საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესის დროს და ის ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით. ამონაგები საქონლის რეალიზაციიდან, ამონაგები მომსახურების გაწევიდან, პროცენტი, დივიდენდები, როიალტი და საიჯარო ქირა. ჩვენ ის თქვით, თუ გახსოვთ თქვენ, რომ გააჩნია როგორი ტიპის საწარმოა თვითონ ის, ვისთვის რა არის ძირითადი საქმიანობა. ეს ნებისმიერი საწარმოსთვის შეიძლება იყოს ესენი როგორც ძირითადი საქმიანობა. შემოსულობა გულისხმობს სხვა მუხლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემოსავლების განმარტებას. რა იყო შემოსავლების განმარტებაში? აქტივების ზრდა ან ვალდებულების კლება გამოხატული უნდა ყოფილიყო კაპიტალის ზრდით. აი ეს იყო ხო შემოსავლების განმარტება. შემოსულობაც ამ ცნებას აკმაყოფილებს შემოსავლების განმარტებას და ისინი შეიძლება წარმოიშვან ან არ წარმოიშვან ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. შემოსულობა როგორც ამონაგები გულისხმობს საწარმოს ეკონომიკური სარგებლის გადიდებას, ამიტომაც ბაზების სტრუქტურულ საფუძვლებში შემოსულებები ცალკე არ განიხილება. ანუ ნახსენები არის ეს, რომ ამონაგებისა და შემოსულობის სახით შეიძლება იქნას წარმოდგენილი შემოსავლებიო, მაგრამ როგორც განმარტება ასეთი შემოსულობას არ გააჩნია და ის ამბობს, რომ არსებითად ეს შემოსავლებისგან, ამონაგებისგან არ განსხვავდება, იმიტომ რომ ისიც აკმაყოფილებს შემოსავლების განმარტებას. შემოსავლების ცნება გულისხმობს არარეალიზებულ შემოსულებებს. რა თქმა უნდა, ვაკონკრეტებთ ჩვენ მაინც ამ საკითხს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ან გრძელვადიანი აქტივების ღირებულების ზრდით. აი მაგალითად, როცა ჩვენ ვახდენთ შეფასებას ან გადაფასებას. აი ასეთ დროს ნამეტი ზოგჯერ აისახება კაპიტალის ნაწილში პირდაპირ, მაგრამ ზოგჯერ აისახება ის უშუალოდ მოგებრა ზარალში. თუმცა გადაფასების შედეგი თვითონ აკმაყოფილებს შემოსავლების განმარტების ცნებას. რითი აკმაყოფილებს? აქტივი იზრდება. ხომ? გადაფასებით რას ვახდენთ? იწევს აქტივის ღირებულება. მაგრამ რეალურად ის ამონაგებს როგორც ასეთი არ ქმნის, ანუ განსხვავებული მისგან იმით არის, რომ ეს იყო შეფასებით და არა ვთქვათ ეკონომიკური სარგებლის პირდაპირ შემოსვლით. და ამიტომ განსხვავებულია მისგან და არარეალიზებულ შემოსულობებს ვეძახით ამას.
არარეალიზებული შემოსულობაა ის მანამ, ვიდრე არ მოხდება ამ აქტივის ან გაყიდვა, ან ჩამოწერა, ხომ? საბოლოო შედეგამდე, აი მაგალითად ავაფასეთ, თქვათ, მოკლევადიანი ინვესტიცია. მოკლევადიანი ინვესტიციის შეფასების კრიტერიუმები გახლავთ სხვადასხვა, ანუ გრძელვადიანების და მოკლევადიანი ინვესტიციების შეფასების კრიტერიუმები ჩვენ იმის მიხედვით განვიხილეთ, როგორი ტიპის იყო ეს ინვესტიციები. და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იქ იყო რეალური ღირებულებით მათი შეფასება. რეალური ღირებულებით მათი შეფასება მოგება ზარალში ასახვითო, ხომ შეხვდა ასეთი შეფასების მეთოდი. და თუ კი მოგება ზარალში აისახება მათი რეალური ღირებულების სხვაობა, აიწია ინვესტიციის ღირებულებამ და მისი ნამეტი აღმოჩნდა მოგება ზარალში. ამ შემთხვევაში პირდაპირ შემოსულობა არ შემოდის, მაგრამ როცა მოხდება ამ ინვესტიციის გაყიდვა, ის ნამეტი, რომელიც ჩვენ შევაფასეთ და შეფასებით დავადეთ მას, ფაქტიურად იქნება რეალიზებული, მაგრამ მანამდე ის არ არეალიზებული, ანუ რეალიზებული რას ნიშნავს? იმ ნამეტით შემომივა ფული, როცა გავყიდი. მაგრამ მანამდე ეს შეფასებით არის, არ არის პირდაპირ შემოსავალი, არის, თუმცა შემოსავალი შემოსულობის ცნებასაც გულისხმობს. იმიტომ რომ ეკონომიკური სარგებლის ზრდა არის აქტივების ზრდით, მაგრამ არარეალიზებულია, მანამ ვიდრე არ მოხდება მისგან შედეგის მიღება. და აქედან გამომდინარე, შემოსავლები გულისხმობს ასეთ არარეალიზებული შემოსულობებს. მაგალითად, უცხოური ვალუტის კურსთა შორის სხვაობები. ესეც თავისი შინაარსით გახლავთ არარეალიზებული შემოსავალი. იმიტომ რომ ავაფასეთ და ფაქტიურად კურსის ცვლილებით აფასებით ჩვენთან არაფერი არ შემოსულა. შეფასება მოხდა მისი, მაგრამ მე რომ თქვათ ანგარიშზე მაქვს დღეს $10,000 და მისი კურსი შეიცვალა და აიწია აფასდა ის. ამ შემთხვევაში ჩემთვის მაინც $10,000-ია იქ. თუ კი მე მას არ გადავცვლი ლარში. ის არარეალიზებულია მანამ, მაგრამ როცა გადავცვლი მე მას ლარში, მაშინ თუ ეს კურსი მაღალი, მაშინ ნამდვილად იმ მაღალ კურსით მივიღებ ლარს. ანუ რეალიზებული ხდება მე ეს შემოსულობა. და ის მანამდეც ატარებს შემოსავლის ცნებას, ანუ არსით ის ეკონომიკური სარგებლის ზრდას გამოხატავს მანამდე, მაგრამ არ არის რეალიზებული, არარეალიზებულ შემოსულობას ვეძახით მასთან. ამ ნიშნით ვანსხვავებთ ამონაგებისგან და შემოსავალი ორივეს გულისხმობს, ამონაგებსაც და შემოსულობებსაც, თუმცა თავისი ესეთი ქვეტექსტით არის შემოსულობა ამით განსხვავებული ვიდრე ამონაგები. თუმცა იგივე სტანდარტი გვეუბნება, რომ ამაში არსებითი სხვაობა არ არის და ფაქტიურად ცალკე განმარტება შემოსულობას ის არ უკეთებს. ეს იგივე შემოსავალია. ასახავთ მაინც. მოგებისა და ზარალის ანგარიშგება შემოსულობას ხშირად ასახავენ მათ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით. და ზუსტადაც ასე გახლავთ. აი მაგალითად გადაფასების შედეგი, პირდაპირ შედეგი აისახება, სავალუტო კურსის ცვლილების შედეგი, პირდაპირ შედეგი, ანუ სავალუტო კურსის ცვლილებით არ ავსახავთ მოგება ზარალის ანგარიშგებში, ჩამოფასებით მიღებული ზარალი ამდენი და აფასებით მიღებული მოგება ამდენი, მათ შორის სხვაობა შეგვაქვს. ანუ გასუფთავებული შედის ეს ინფორმაცია, მხოლოდ შედეგი აისახება. ხარჯები. იგივე სტრუქტურული საფუძვლების მიხედვით ხარჯების ცნება მოიცავს ზარალს და ასევე ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. ასეთი ხარჯების მაგალითები გვაქვს: რეალიზებული საქონლის თვითქირებულება, ხელფასები, ვთქვათ, სვეთა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გვაქვს ასეთ ჩამონათვალი. ზარალი ასევე გულისხმობს სხვა მუხლებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარჯების შესახებ არსებული განმარტებას და შეიძლება წარმოიქმნას ან არ წარმოიქმნას საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. ეხლა თქვენ თუ დააკვირდებით, როგორც ამონაგები და შემოსულობა იყო, თითქმის იგივე მიმართულება არის, იგივეს ამბობს ეს ხარჯებსა და ზარალზე. ზარალი ასახავს საწარმოდან ეკონომიკური სარგებლის გასვლას და ამდენად თავის ბუნებით არ განსხვავდება ის სხვა ხარჯებისგან, გვეუბნება სტანდარტი. ამიტომ ბაზების სტრუქტურულ საფუძვლებში ისინი ცალკე არ არის განხილული. თქვენ გქონდათ ზუსტად ეს შეკითხვა ძალიან ადრე სტადიაზე იყო ყოველთვის ეს შეკითხვები. ზარალი შეიძლება წარმოიშვას როგორც საწარმოს არაორდინალურ პირობებშიც, რაიმე სტიქიური უბედურების ან კატასტროფის გამო, წყალდიდობა, ხანძარი და ასე შემდეგ და
არაორდინალურ, უჩვეულო, განსაკუთრებული ზარალი იქნება ამ შემთხვევაში და აი ამ შემთხვევაში პირდაპირ ზარალს ავსახავთ და არა ხარჯს, ანუ პირდაპირ ვარქმევთ ამას არას. ხარჯების ცნება ასევე მოიცავს ფარულ ზარალს. მაგალითად, იგი შეიძლება წარმოიშვას უცხოური სავალუტო კურსის გამო ეროვნულთა მიმართებაში, თუ საწარმოს ჰქონდა სავალუტო კრედიტორული დავალიანება. აი მაგალითად, ჯერ არ ვიცით ჩვენ ასე კონკრეტულად ეს საკითხი, მაგრამ კრედიტორული ვალდებულება საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა იქნას შეფასებული ბალანსის შედგენის დროს არსებული კურსით. ამ შემთხვევაში არაფერს არ გვაძლევს ეს, იმ დროს ხარჯი ნამდვილად არ იწევა, მაგრამ შეფასება ხდება კრედიტორის. რა თქმა უნდა, ხარჯი მაშინ მექნება თუ კურსი აიწია, ხო? ვალდებულება რომ აქვს და კურსი აიწევს, ვალი იზრდება ჩემი. თუმცა ეს შეფასებული ვალია და არა უშუალოდ გადახდილი. შეიძლება გადახდის დროს კურსმა ისევ დაიწიოს. მაგრამ სტანდარტი პირდაპირ ითხოვს, რომ ფინანსური ანგარიშგება იმ დღის ინფორმაციას უნდა ამისახავდეს სწორად, ანუ 31 დეკემბრის მდგომარეობით თუ ვადგენ ფინანსურ ანგარიშგებას, მაშინდელი ინფორმაციას უნდა ამისახავდეს სწორად, ამიტომ ამასაც ეხება ეს საკითხი და შეფასებას ვახდენთ მისას. თუმცა ეს არ არის რეალიზებული, ანუ ფაქტიურად არ არის განხორციელებული ეს ზარალი, მაგრამ ეს მაინც უნდა აისახოს და ერთგვარად ამასაც ზარალად ავსახავთ და არა ხარჯად. ანუ ხარჯის ცნებაში არ ჯდება, ეს უფრო ზარალის ცნება გახლავთ. როდესაც ზარალი აღიარებული იქნება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მისი ასახვა ხდება ცალკეული მუხლების მიხედვით. ანუ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რისგან არის ეს ზარალი მიღებული. ჩვენ ამ თემაში ვისაუბრებთ არა მარტო ცალკე შემოსავლებსა და ხარჯებზე, ამონაგებზე და ზარალზე, არამედ ვისაუბრებთ როგორ უნდა დაალაგდეს ეს ინფორმაცია, როგორი თანმიმდევრობით უნდა წარმოდგეს შედეგები მოგება ზარალში, როგორი შინაარსით შეიძლება იყოს დაალაგებული ეკონომიკური შინაარსის მიხედვით თუ ფუნქციური შინაარსის ფუნქციების მიხედვით ხარჯები და შემოსავლები. ანუ მთლიანად უნდა გავარკვიოთ, რაც შეეხება შემოსავლების და ხარჯების ცნებას. დავუბრუნდეთ ისევ ამონაგებს. ამონაგებისთვის არსებობს ცალკე სტანდარტი. მე გითხარით, რომ ამონაგების აღიარების საკითხები შედარებით რთული საკითხებია და ამიტომ ამისთვის ცალკე სტანდარტი არსებობს, მაგრამ თქვენ რომ მკითხოთ, ახლა ხარჯებისთვის პირდაპირ არსებობს ცალკე სტანდარტი არ არის ასე. ანუ ხარჯები სხვადასხვა სტანდარტში არის განხილული, მაგალითად, ჩვენ განვიხილეთ მარაგი და ბუღალტერული აღრიცხვების სტანდარტი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შესახებ ცალკე განიხილავთ, თქვათ რა როგორ უნდა იყოს ხარჯები მაშინ დაფიქსირდეს. ყველა ამ საკითხს ახლა ჩვენ გავიხსენებთ. თუმცა ასე პირდაპირ თავმოყრილად ხარჯებისთვის ცალკე სტანდარტი არ არის, მაგრამ არსებობს სტანდარტი 18 სტანდარტი, რომელიც ამონაგებს შეეხება და განმარტავს. ამონაგები არისო. ანუ კონკრეტულად ამონაგებზეა საუბარი საწარმოში შემოსული ეკონომიკური სარგებლის საერთო თანხა, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობიდან და გამოიხატება საკუთარი კაპიტალის ზრდით, საკუთრთან მხრიდან დამატებითი ინვესტირების გარეშე. ანუ აქ ფაქტობრივად განსხვავება ჩვენ ვერ ყოფილობთ შემოსავლებსა და ამონაგებს შორის. ამონაგების შეფასება უნდა მოხდეს მიღებული და მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულების მიხედვით. და აი ეს არის ყველაზე ზოგადი განმარტება ცნება იმისა, რომ როგორ უნდა შეფასდეს ამონაგები. აქვე ვიხსენებთ რა არის რეალური ღირებულება. არის თანხა, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს, ან ვალდებულება დაიფაროს საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით. 18 სტანდარტი გამოიყენება ისეთი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების შედეგად წარმოშობილი ამონაგების აღიარებისთვის, როგორიც არის საქონლის გაყიდვა, მომსახურების გაწევა, სხვა პირთა მიერ საწარმოს კუთვნილი აქტივების გამოყენება, რაზეც საუბრობდით ჩვენ წეღან, პირდაპირ არ ყიდით, პირდაპირ მომსახურებას არ ვეწევით, მაგრამ ჩვენი აქტივები გამოყენებული აქვს სხვა პირებს და იქედან ვიღებთ სარგებელს, ანუ ვიღებთ ამონაგებს. რასაც მოყვება საწარმოში ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა დივიდენდების, პროცენტების, როიალტების სახით, ან ქირის სახით. ეხლა აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ცალ-ცალკე, ანუ როგორ უნდა მოხდეს საქონლის გაყიდვა, რა არის საქონლის გაყიდვა, რა არის მომსახურების გაწევა და ასე შემდეგ და როგორ უნდა მოხდეს იქედან მიღებული ამონაგების აღიარება. საქონელი მოიცავს საწარმოს მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც განკუთვნილია გასაყიდად, აგრეთვე იმ პროდუქციას, რომელიც შეძენილი იქნა ხელმეორედ გაყიდვის მიზნით. ესე იგი, როცა ამ სტანდარტზე მუშაობთ და საუბარი იქნება საქონლის გაყიდვაზე,
ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ორივე, ანუ ორივეს უშვებს ეს. როგორც საქონელი, რომელიც ვიყიდეთ და ვყიდით სახეცვლილების გარეშე, ასევე ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, როგორც სასაქონლო პროდუქცია. ანუ ამ შემთხვევაში, როცა განმარტავს ის საქონლის გაყიდვას და წესებს ადგენს ამისთვის, ორივესთვის არის ეს წესები დადგენილი. გინდ ნაყიდი გაგვიყიდეთ და გინდ ჩვენს მიერ წარმოებული გაგვიყიდია, იმიტომ რომ რას ეხება, იცით საკითხი, გაყიდვიდან ამონაგების აღიარებას და ამ შემთხვევაში ამას ორივეს აერთიანებს. მაგალითად, საცალო ვაჭრობის საწარმოების მიერ შეძენილი სამრეწველო პროდუქცია, რომელიც იყიდა და ყიდის, მიწა ან სხვა ქონება, აქ ისეთ მკვეთრი მაგალითებია მოტანილი, რაც არ უნდა იყოს ის, რასაც ყიდულობს და ყიდის, რომელიც გათვალისწინებულია ხელმეორედ გაყიდვისთვის. მომსახურება მოიცავს საწარმოს მიერ მომსახურების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების საფუძველზე. რა თქმა უნდა, მომსახურება ყოველთვის არის ის, რაც არ არის საქონელი, რასაც ვერ დავარქმევთ საქონელს. დანარჩენი, რასაც ყიდით, ეს მომსახურება. მომსახურების გაწევა შეიძლება დასრულდეს ერთ საანგარიშგებო პერიოდში, ან გაგრძელდეს შემდგომ საანგარიშგებო პერიოდებში. და რა თქმა უნდა, აქ გვექნება რაღაცა ნიუანსები, რომელსაც ჭირდება დაკვირვება, როგორ უნდა მოხდეს, რა წესით უნდა მოხდეს ასეთ დროს აი ამ ამონაგებების აღიარება მომსახურებასთან დაკავშირებით. მესამე სახის ამონაგები მოყვება აქტივების სხვა პირების მიერ გამოყენებას და სხვა პირთა მიერ საწარმოს კუთვნილი აქტივების გამოყენების შედეგად წარმოიშობა შემდეგი სახის ამონაგები, ამბობს სტანდარტი, დარიცხული პროცენტი, რომელიც წარმოადგენს საწარმოს კუთვნილი ფულადის აღძრებისა და მათი ექვივალენტების გამოყენებაზე მისაღებ პროცენტს, ამას იყენებს სხვა პირი და ამისგან ვღებულობთ ჩვენ შესაბამისად პროცენტს. როიალტები, გახსოვთ ალბათ, ხო? დიახ. შემოსავლები საწარმოში კუთვნილი გრძელვადიანი აქტივის გამოყენების უფლების გადაცემისათვის, მაგალითად პატენტების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების, კომპიუტერულ პროგრამებზე უფლებების და ასე შემდეგ. დივიდენდი, რა თქმა უნდა ვიცით, გახლავთ კაპიტალის მესაკუთრეებზე მოგების განაწილება, საკუთარ კაპიტალში ინვესტირებული წილის პროპორციულად კაპიტალის კლასის მიხედვით. ერთხელ კიდევ გადავხედოთ შემოსავლების კლასიფიკაციას ჩვენი ანგარიშთა გეგმის მიხედვით. სამ ჯგუფად გვაქვს ძირითადად შემოსავლები დაყოფილი. ეს გახლავთ საოპერაციო შემოსავლები, არასაოპერაციო შემოსავლები და განსაკუთრებული მუხლების შემოსავლები და ხარჯები. 6100-ში გვაქვს ჩვენ საოპერაციო შემოსავლები. სადაც გვაქვს 6110 შემოსავლები რეალიზაციიდან, 6120 გაყიდული საქონლის ფასდათმობა და დაბრუნება და ვიცით რომ ეს არის როგორი ანგარიში? კონტრალური ანგარიში. კონტრპასიური ანგარიში გახლავთ და 6190 საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები. ყველა ეს ანგარიში ჩვენ გამოყენებაში გვქონდა და გვისაუბრია ამაზე. გვაქვს არასაოპერაციო შემოსავლები 8100-ის ჯგუფში. არასაოპერაციო შემოსავლებში შედის საპროცენტო შემოსავლები 8110, დივიდენდი 8120, არასაოპერაციო მოგება და სხვა არასაოპერაციო შემოსავლები. განსაკუთრებული ქვია ამ შემოსავლებს და ხარჯებს არაორდინალურიო, ძალიან ბევრ სახელით მოვიხსენიებთ მას, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ეხლა უფრო ზუსტად რომ მივხვდეთ, დაუგეგმავი და რომ არ ველოდებოდი, რომ არ შემეძლო მისი გათვალისწინება. ამიტომ ასეთი შემოსავლები, ხარჯები რამდენიც არ უნდა გქონდეს საწარმოს, მენეჯმენტის საქმიანობა ამით არ ფასდება. ანუ რატომ უყოფთ ამ შემოსავლებსა და ხარჯებს ცალკე და რატომ უნდა გამოვყოთ? ეს შემოსავლები და ხარჯები ყველა ვარიანტში საბოლოო შედეგზე იმოქმედებს. ესეც კაპიტალში წავა და გაზრდის ან შეამცირებს მას. ანუ ან მოგებას მომცემს, ან ზარალს აქედან მიღებული შედეგი. მაგრამ აი ეს უნდა გამოითიშოს და ამის გარეშე უნდა შეფასდეს მენეჯმენტი და რატომ? ანუ მიღებული შედეგი ამის გარეშე რაც იქნება, იმაზე უნდა მოეთხოვოს მას პასუხი, ან იმით უნდა მოხდეს მისი სტიმულირება. რატომ? ეს არც დამსახურებაა მისი და არც მისი ბრალია, რომ ასეთი შემოსავალი და ხარჯი მივიღეთ. მაგალითად, ჩვენ გქონდა აქ თქვა წყალდიდობის შედეგად მიიღო ზარალი საწარმომ. გაუფუჭდა საქონელი. დაენგრა შენობა. წაიღო ნათესი. ნუ ნებისმიერი ეს მისთვის არის ზარალი. თუმცა აი ამაზე არ შეიძლებოდა თქვა არ იყო ეს დაგეგმილი ხარჯი და
რომელი ხარჯი ჩაითვლება, იცით, განსაკუთრებულ ზარალად, რომლის დაგეგმა ან დაზღვევა არ შეიძლებოდა. თუ კი ხარჯი დაზღვევადია, მაშინ ის არ ითვლება განსაკუთრებულ ხარჯად. თუ კი ხარჯი დაზღვევადია. მაგალითად, და რა ეს მაჩვენებელი. აი მაგალითად, საქართველოში ეხლა დაზღვევაც რომ ვთქვათ, ცუნამის საწინააღმდეგოდ არავინ არ მოიფიქრებს იმას, რომ დაეზღვიოს, ხო? იმიტომ რომ საქართველოში ეს არ ხდება ფაქტიურად. და არც გაითვალისწინებ ამას. მაგრამ იქ, სადაც ეს ხშირად ხდება, რა თქმა უნდა, იქ ამაზე დაზღვევა აუცილებლად ექნებათ გათვალისწინებული. იმიტომ რომ იქ მოსალოდნელია, იქ არ არის მოულოდნელი ეს. ახლა შემოსავალი გაინტერესებდათ, საიდან შეიძლება იყოს ესეთი განსაკუთრებული შემოსავალი. შემოსავალი, რა თქმა უნდა, უფრო იშვიათად ხდება. მაგალითად, საომარი სიტუაციების დროს რაღაცა დამებომბებაო, ახლა ამაზე არავინ არ ეძღვევა. იმიტომ რომ არ არის, რატო უნდა მოხდეს, ეს არაორდინალურია, მაგრამ რამდენჯერ დაიბომბა და რამდენჯერ განადგურდა. რა თქმა უნდა, როცა მოხდა ეს, იქ განსაკუთრებული ხარჯი იყო და განსაკუთრებული ზარალი იყო ყოველთვის. ანუ იმ საწარმოებს ჰქონდათ, იქ რა არ იყო, საწარმოები და არ არსებობდა ქონება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და იმათთან ყველგან ეს აისახა როგორც განსაკუთრებული ზარალი. მე მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ავსახეთ განსაკუთრებული შემოსავალი. და ეს იყო ზუსტად ეს საომარი სიტუაციის შედეგი. დიახ, შემოსავალი იყო, როცა მაგრამ ეს იყო გაცილებით ადრე, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, მეორე დაკარგვის შემდეგ, ფაქტიურად უпростоრად უფრო ადრე იყო საწარმოები, ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქონდა ჩამორიცხული, გადარიცხული თანხები და ამ შემთხვევაში აქეთ მოხდა თანხის ჩამორიცხვა, მაგრამ ვერ მოხდა იქეთ გაგზავნა. ანუ ფაქტიურად გაწყდა ეს ურთიერთობები და დარჩა ამას შემოსავალი და ეს არც ერთნაირად არ იყო საოპერაციო შემოსავალი. არც არასოდეს იყო მისთვის განსაკუთრებული შემოსავალი.